რუბრიკა პორტრეტი წარმოგიდგენს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტ ირაკლი ქობალიას პორტრეტს. მე ვარ ირაკლი ქობალია, ოჩამჩირელი, აფხაზეთელი. ჩემი პროფესიული საქმიანობის სფეროა პოლიტიკური განვითარება და დემოკრატიზაცია საქართველოში. ჩემი პროფესია არის გრძელი დასახელება აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და პოლიტიკურ განვითარებაზე მუშაობ. საქართველოს რეალობაში ეს ნიშნავს დემოკრატიზაციის ხელშეწყობას. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ თუ არ ვიქნებით წარმატებული, შემდგარი, პლურალისტური საზოგადოება, თუ არ ვიქნებით დემოკრატია, მაშინ ის სიკეთეები არ მოვა, რომელიც ძალიან გვინდა. ორგანიზაცია, რომელშიც მე გავატარე 5 წელი, არის ჰოლანდიური think tank-ი, ჰოლანდიური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ საერთაშორისო დონორები და პირველ რიგში ჰოლანდიის მთავრობა, სწორედ იმაში, რომ დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებიც არიან დემოკრატიზაციის გზაზე, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ იყვნენ ცივილიზებული, წარმატებული, ამ დასავლური სამყაროს ღირსეული წევრები. ამ ორგანიზაციის ისტორია საინტერესოა, იმიტომ რომ იწყება 90-იანი წლების ბოლოდან, როდესაც ნელსონ მანდელამ, მაშინდელმა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა მიმართა ევროპელ ლიდერებს და თხოვა მხარდაჭერა გაეწიათ მას რეფორმების გატარებაში თავის ქვეყანაში. I, Nelson Rolihlahla Mandela, მაგრამ მაშინ მან დახმარება თხოვა არა მარტო საკუთარი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, არამედ მისი ოპონენტების მხარდასაჭერადაც, რომლებსაც ის ციხეში ყავდათ გამოწყებული პრაქტიკულად 3 აწლეულის მანძილზე. აი ესეთი საწყისი აქვს ამ ორგანიზაციას, შემდეგ გაფართოვდა, მოედო ბევრ ქვეყანას ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. აი ჩვენი ოფისი კი ფარავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და უკრაინას. ერთ-ერთი პუბლიკაცია, რომელიც გამოვეცი ამ ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში არის ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ასოცირების შესახებ შეთანხმების გზამკვლევი. ეს არის თხელტანიანი წიგნი, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის გასაგებიანით და ლაკონური ფორმით გადმოსცემს ამ ვრცელი ხელშეკრულების შინაარსს. ანუ ეს ხელშეკრულება არის 1000-ზე მეტ გვერდიანი და ეს წიგნი 60 გვერდში გადმოსცემს მის ძირითად შინაარსს. მე პირადად ვთვლი, რომ ევროკავშირთან ასოცირება ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მიღწევა საქართველოსთვის ბოლო პერიოდის მანძილზე და ეს არის მიმართულება, რომელიც ჩვენ წარმატებით უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ ვიყოთ კარგი და ფეხზე დამდგარი ქვეყანა. მე ვფიქრობ, შეიძლება ადამიანი არ დაიბადოს მდიდარ ქვეყანაში, ან თუნდაც მდიდარ ოჯახში, მაგრამ ეს არ არის იმის წინაღობა და ხელისშემშლელი, რომ წარმატებული იყოს თავის საქმიანობაში, თავის ცხოვრებაში და შემდეგ თავის ქვეყანასაც გამოადგეს. რა თქმა უნდა ვაღიაროთ ჩვენ, რომ ჩვენი განათლების სისტემა არ დგას ფეხზე და უბრალოდ სკოლას თუ დაამთავრებ და უნივერსიტეტს თუ დაამთავრებ, არ ახარ კონკურენტუნარიანი შენს თანატოლთან, თქვათ სხვა ქვეყნებიდან, სადაც განათლების სტანდარტი ბევრად უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ხო, რომ წავიდეს ხორგარეთ და ვისწავლოთ, ბევრი სტიპენდია არსებობს, ბევრი დაფინანსების პროგრამა ამისათვის და ამ შესაძლებლობებს გამოყენება უნდა. მაგისტრატურაზე ვსწავლობდი გაერთიანებულ სამეფოში ლონდონში, ლონდონის უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის სპეციალობით. ჩვენმა სახელმწიფო სტიპენდია მომცა შესაძლებლობა იქ სწავლის და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან მაგარია, როდესაც შეგიძლია ხანგრძლივი პერიოდით ადრეულ ასაკში საზღვარგარეთ იცხოვრო. ამას გარდა სტუდენტური წლებიდან ვიყავი ჩართული ახალგაზრდულ ლიდერულ ორგანიზაციებში, ვაორგანიზებდი გასვლით პროგრამებს სხვა სტუდენტებისთვის და თვითონაც მონაწილეობდი სხვადასხვა ღონისძიებებში, სადაც მიწევდა შეხვედრა ახალგაზრდებთან მთელი მსოფლიოდან. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ხელიდან არ უშვებ შანსს, როცა ის მეძლევა. ჯამში მსოფლიოს 40 ქვეყანაში ვარ ნამყოფი დღევანდელი მდგომარეობით, თუმცა ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ აი ყველაფერი ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ. ირაკლის ძალიან უყვარს მოგზაურობა და მისთვის ეს არის ერთგვარი საქმიანობა, რომელსაც უთმობს ძალიან დიდ დროს.
რასაც განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის აღსაქმნელად საკმაოდ რთული არის ხოლმე. ხედულობაში ხვალს პირველ რიგში მშობლები, რა თქმა უნდა. ასე რომ ხშირად მეც ვცდილობ რომ დავეხმარო არგუმენტაციაში თუ რატო რისთვის სჭირდება მას კონკრეტული ვიზიტი, რას მოუტანს მის მომავალს და რომ ეს კარგი იქნება მათ შორის საქართველოსთვის. ბრაზილია იყო ძალიან დასამახსოვრებელი, იქ მომიწია ყოფნა 2008 წელს ომის შემდეგ. იქ იყო ახალგაზრდა ლიდერების გლობალური სამიტი, სადაც მე საქართველოს წარმოვადგენდი და ზუსტად იმ დღეებში, როდესაც რუსეთმა უკვე აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ესე ვთქვათ, იქ საუბრობდი იქაურ სცენაზე, უხსნიდი ამ ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან ჩვენს ამბებს და ვცდილობდი მეტი გაეგოთ ამის შესახებ. 2 წლის წინ ვიყავი ვაშინგტონში, სადაც ამერიკის საბჭოების არის ესეთი ამერიკული ორგანიზაცია, დაფინანსებით მოვხდი და შემდეგ გამმანაწილეს ვისკონსინის შტატის კონგრესში. და იქ ამერიკელი კონგრესმენის ადმინისტრაციაში მუშაობდი პოლიტიკის მკვლევარად. ასევე გამიმართა, რომ იქ ყოფნისას მიდიოდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები და არჩევნები ზოგადად მაინტერესებს და ამერიკის პოლიტიკა ერთ-ერთი ჩემი ჰობი არის და აქტიურად ვიყავი ჩართული ამ საარჩევნო აქტივობებში, კონკრეტულად ამ შტატში. ერთ-ერთი გადამწყვეტი შტატი არის ვისკონსინის საპრეზიდენტო არჩევნები დროს ამერიკაში. პოლონეთში პოლიტიკურ სკოლაში ყოფნისას ერთ-ერთი დავალება, რომელიც მოგწევს, იყო საარჩევნო ვიდეორგოლის მომზადება. უნდა გაუკეთებინა იმიტირებული საარჩევნო კამპანია და შეჯიბრი იყო ამ ვიდეორგოლების. ისე მოხდა, რომ ჩემი ვიდეორგოლი, რომელიც ჩემს ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად ჩავწერე, გამარჯვებული აღმოჩნდა და ამისთვის სპეციალური პრიზი გადმომცეს. ორივე ზღვა გამოცდილება საზღვარგარეთ მუშაობის, ძალიან მოგწონთ, რომ ორივე ვართ გახსნილების სხვა კულტურების მიმართ და მე მგონი ეს არის ძალიან დიდი რამ ჩვენს ცხოვრებაში, რაც გვეხმარება, რომ განვითარდეთ, გავიგოთ ახალი და უფრო ინოვაციების მიმართ ვიყოთ გახსნილები და წინ წავიდეთ ჩვენს ცხოვრებაში და გადმოვიღოთ საუკეთესო, რაც შეიძლება გადმოვიღოთ სხვა ქვეყნებიდან და კულტურებიდან. ნათი ახლა სწავლობს ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ქალაქების ურბანულ დაგეგმარებაზე. და იმ პრინციპებზე, რომელზეც უნდა შენდებოდეს თანამედროვე ქალაქი, სადაც ღირსეულად შეიძლება ცხოვრება. მე ვფიქრობ, მისი ცოდნა ჩვენს ქალაქს გამოადგება. ძალიან საერთაშორისო ქორწილი გამოგვივიდა. თავიდან საერთოდ არ გვინდა ქორწილის გადასვლა, მაგრამ იმხელა წნეხი იყო მეგობრების და ნათესაურის მხრიდან, რომ გადავუწყვიტეთ. საერთაშორისო იყო, იმიტომ რომ 50-მდე სტუმარი ყავდა საზღვარგარეთიდან. ჩემი ერთ-ერთი მეჯვარეც არის ბრიტანელი, ჩემი მეგობარი იქაური სტუდენტობის პერიოდიდან. ზოგიერთ ჩემს ნათესავს ძალიან უყვირდა, თავიდან ეგონა სხვა ღონისძიებაზე მოხდნენ, იმიტომ რომ სულ ინგლისური და ირლანდიური და ჰოლანდიური ესმოდათ მათ გარშემო. მაგრამ ძალიან მაგარი იყო, აუცილებელი არ არის, რომ მარტო ქართველები იყვნენ, ისე კონცერტი კაი გამოვიდეს და ეს მოუჭირდა. ირაკლის შევხვდი პირველ რიგში თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციაში გავიცანეთ ერთმანეთი. ჩვენი ხედვები ზოგადად ძალიან გავდა ერთურს, თუმცა რასაკვირველია, ბევრი საკამათო თემაც ჰქონდა, მაგრამ მე ყოველთვის მომწონდა მასთან დისკუსია, ვინაიდან რაღაც ჭეშმარიტებამდე მივდიოდით. ანუ იყო ეს აბსოლუტურად ჯანსაღი დისკუსია. რა თქმა უნდა, ძალიან რთული საკითხია. აფხაზეთის პრობლემა და არა მხოლოდ აფხაზეთის ამოჩაბლოს პრობლემა და აქ მხოლოდ ჩვენი ინტერესები ან აფხაზეთის ინტერესები არ არის წამყვანი ფაქტორი, რომელიც გაანაპირობებს იმ ვითარებას, რომელიც გვაქვს სამწუხაროდ ჩვენ სადავები ჩვენ ხელში არ არის მთლიანად, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც ეს ხელშემშლელი ფაქტორები შესუსტება და ჩვენ იმ დროისთვის უბრალოდ უნდა მზად ვიყოთ, რომ ეს პრობლემა ერთად გადავჭრათ. ომი აფხაზებს და ქართველებს შორის არ უნდა მოხდეს არც ეს შემთხვევაში და დრო ყველაფერს მოაგვარებს. ერთის მხრივ ეს ისეთი წინააღმდეგობრივი რამეა, იმიტომ რომ დრო ჩვენ სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს. ფართო დრო ავიღოთ აფხაზური და ქართული საზოგადოება ერთმანეთს შორდება, დღევანდელ თაობებს არ აქვთ კავშირი ერთმანეთთან, არ იცნობენ ერთმანეთს და სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებიან. მაგრამ მეორეს მხრივ დრო არის
ერთი რო შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ დავამტკიცოთ, რომ ვართ წარმატებული საზოგადოება, რომ შეგვიძლია ისეთი სახელმწიფოს შექმნა, ისეთი საზოგადოების აშენება, სადაც ცხოვრება და მოღვაწეობა ადამიანებისთვის იქნება მიმზიდველი, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული და უბრალოდ ცხოვრების სტანდარტი იქნება მაღალი. საბოლოო ჯამში ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, მე ვფიქრობ. და ასევე დრო მოიტანს იმ შანსს, რომელიც საქართველოს აუცილებლად ექნება და ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ვისიქით მომავლის საქართველოა, ახალგაზრდა და თავისუფალი საქართველო. ვიდან საქართველოს სილუეტიც უფრო ლამაზად მოჩანს, ხებით ჩანს და ჩვენი ერის მთლიანობა. ეს ტალღები ჩვენია. წინგადებული გზა კიდევ უფრო გრძელი. გათენდა და ჩვენც გავიღვიძეთ. გავიღვიძეთ და ვიცით, რომ ჩვენ გადავთურავთ გვას.